ევროპაში ერთ-ერთი დიდი პლაცდარმი, ასე ვთქვათ, რუსული გავლენებისთვის არის ზუსტად ბალკანეთის რეგიონში, უფრო სერბეთში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეგიონი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, რომლებმაც თავისი კვალი დატოვეს ამ რეგიონზე. ეთნიკურად და რელიგიურად ძალიან ჭრელი რეგიონი არის. რუსეთის საგარეო დაზვერვამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ სერბეთის მთავრობა ჩართული არის უკრაინისთვის ირიბად, იარაღის და ტყვია-წამლის მიწოდებაში. კოსოვოს ომში დასავლეთის მიდგომა ცოტა უფრო სხვანაირი იყო და საბოლოოდ მიიღო მასში ჩართვის გადაწყვეტილება. რატომ არის ასეთი გრძნობიარე საკითხი საერთაშორისო სამართალში და გეოპოლიტიკისთვის კოსოვოს აღიარების ამბავი? ხშირად ადარებენ ხოლმე კოსოვოს და მაგალითად აფხაზეთის შემთხვევას ერთმანეთს.